რეკლამის შემდეგ ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. საუკუნე ნახევრის წინ შექმნილი დოკუმენტები, რომელიც ქართული საბალეტო და საოპერო ხელოვნების ისტორია. ხანძრის შედეგად გადარჩენილი საბუთები ეროვნულმა არქივმა დღეს ქრონიკისთვის გახსნა. 103,000 დოკუმენტი, მათ შორის 300-მდე კოსტიუმის ესკიზი, რომელიც უკვე ეროვნული საგანძურია. რა ექსკლუზიური ინფორმაცია შეიცავს დოკუმენტები, თამარ თაბუკაშვილი მოგვიყვება. ეროვნულ არქივში დაცული ამ დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ საუკუნე ნახევრის წინ თბილისის საოპერო სცენაზე ქართულ მსახიობებთან ერთად სპექტაკლის გმირებს იტალიელი, რუსი და ფრანგი არტისტებიც აცოცხლებდნენ. საკონტრაქტო წიგნში, რომელიც 1871 წლით თარიღდება, ცნობილი ბოლონიელი მეცო-სოპრანოს კლემენტინა ნოელ გუიდის ხელმოწერაცაა შემონახული. ეს დოკუმენტი უკვე ეროვნული საგანძურის კუთვნილებაა, მათ შორის ესკიზები, პროგრამები, ლიბრეტოები და აფიშები, სულ 103,000 საქმე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეს უნიკალური ფონდი კამერის ობიექტივში დღეს პირველად მოხვდა. ეს გახლავთ მიმოწერა მილანის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, რომელიც საქართველოსთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა. მისი სოპრანოები, მეცო-სოპრანოები, ტენორები ჩამოდიოდნენ საქართველოში და გამდენ სპექტაკლებს მონაწილეობდნენ მასში. 1973 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაჩენილმა რიგით მეორე ხანძარმა თეატრის საარქივო ფონდს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა ეს უნიკალური ესკიზები ხანძარს გადაურჩა. მათი ავტორები ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე და სოლიკო ვირსალაძე თბილისის ოპერის თეატრთან წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ. 300-მდე ესკიზი და 97 საარქივო დოკუმენტი სარესტავრაციოდ უკვე მომზადდა. არქივის ლაბორატორიაში თითოეული ესკიზის დაზიანების ხარისხის შესწავლა დეტალურად მოხდება. ასევე გაწერილია მათი აღდგენის გეგმაც. თუმცა არქივის საცავში ამ დრომდე რჩება ათობით დოკუმენტი, რომლებიც ხანძრის შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ რესტავრაციამდე მათი ექსპოზიცია შეუძლებელია. ჩვენ არ შეგვიძლია ამის საჯაროდ გამოტენა, იმიტომ რომ დაზიანების ხარისხი შესწავლილია, მაგრამ ჯერ არ არის რესტავრირებული და რამდენადაც ეს ფურცლები არის დამწვარი, მსხვერპლი, ამდენად მისი ხშირი მოხმარება დაუშვებელი არის, სანამ არ იქნება აღდგენითი სამუშაოები ჩატარებული. წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი 160 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ეროვნული არქივი უნიკალურ ესკიზებს ერთ ალბომად გამოსცემს.